მეტავდეს მე ძირში დომას თუ მოვეშვები, არ ვიცი, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა. ოკეი, მე რამდენი ყავა, არ ვიცი. რაღაცები ჩამოვიდა და მინდა რომ გავხსნო თქვენთან ერთად. ტანსაცმელი რა თქმა უნდა. ასევე ის რაც ზედმაცვია. ესეთი ძალიან ლამაზი მაიკა, ეს ფერი ძალიან მომწონს ბოლო დროს და მე ვფიქრობ რომ ამ წელს ამ ფერს დავინახავთ ბევრჯერ და ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზი ფერი, არ ვიცი ეს რა ფერია, შავი ფერი თუ ლაჟვარდის ფერი თუ რაღაც მსგავსი და ძალიან ისეთია კომფორტული და ბევრ რაღაცას მოუხდება. ასევე ეს ჟაკეტი ფილას რომელიც ძალიან კარგი ფერია და მე ძალიან მიყვარს ესეთი ჟაკეტები და ყოველთვის ვიცი ხოლმე სხვა შორის ამ ფერსაც ძალიან მოხდება, ოკეი. კუდიანი. ძალიან კომფორტული და ძალიან კაია. რა ვიცი, ვაკეთებ ხოლმე მოკლედ ამებისგან. ღმერთო ჩემო, მიყვარს ტანსაცმელი. ჩემს თმას ცოტათი ფერი გადაუვიდა და მოკერაოშია. და კიდევ ქერას მეძახიან ალბათ, იმიტომ რომ ცოტა ღია ფერია. But I love it. მაინც ძალიან ლამაზია. და ველოდები რომ ცოტა გაიზარდოს და ჩემი თმა წამოვიდეს. ოკეი, მოდი ახლა გავხსნათ ეს რაღაცები მქონდა ფულენბიერიდან გამოწერილი და ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდა ესეთი ვიყავი. მოკლედ მე არ უნდა დავსებდიან და ადამიანებმა არ უნდა დამტოვონ, იმიტომ რომ მე ვსევდიანდები და ვღარიბდები იმდენ რამეს ვიწერ. ეს მაისური ესე ვიზამბო კარგად დაინახოთ, რომელიც ძალიან ლამაზია. Hawkins. Yes! It's from Stranger Things. ახლა დავაკვირდი რომ Stranger Things ის არის და ძალიან საყვარელია Hawkins-ი წერია, ანუ online არ მინახავს რა Stranger Things-იდან იყო და One Last Adventure. Oh, it's cute. ძალიან საყვარელია და მკლავებზეც აქვს ეს ნომერი აწერია 87 და მკლავებზეც ეგ ნომერი აწერია. ძალიან საყვარელია. ხარისხით ძალიან კარგია, ესეთია საგაზაფხულოა და ბევრი რაღაცა შეგდენ ჩავიცმო. თან ჩემი ზომა. და აქაც ესეთი პატარა დეტალი აქვს. Hawkins High School name the Stranger Things. Oh, it's cute. ეს არის ჟაკეტი. ნუ ძალიან რომ მიყვარს ჟაკეტები მეტყობა ხო, იმიტომ რომ სულ ვიწერ. აქ მომეწონა ეს დეტალები რო აქვს ძალიან, ანუ კიდევ ელვა რო აქვს ჩაყოლებული, ეს ძალიან მომეწონა და თან იკვრება ეს მეორე ელვას და ძალიან ლამაზია და პლუს ორი ცალი აქვს, ანუ ვგიჟდები ორი ცალი რო აქვს ეს. აი ამას გულისხმობ. ძალიან საყვარელია. ამას ეწერია swag. რა წერია? SVD. Alternative culture. ესეც ჩემი ზომაა და ძალიან კაია. თან ჯიბეებიც აქვს. ძალიან კაი ფერია, იდეალური ფერია და თან ისეთი სქელია. ძალიან თბილია. ძალიან მომეწონა ესეც. კარგი ხარისხია თან. შემდეგ არის ეს და წითელი. ესეც კარგი ხარისხია სხვათა შორის. ლამაზი ფერები იყო და ძალიან მინდოდა წითელი რაღაც, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ წითელი ფერი ძალიან მიხდება.
ხოდა ეს ისეთია თავისუფალი ზედაა ჩვეულებრივი და I like it. შემდეგი არის კიდევ ზედა ასეთი get over even my cell phone misses your calls. ანუ ძალიან საყვარელია ესედაც. რაღაცნაირი ნაჭერია, ფეხბურთელებს რო ცვიოთ ხოლმე ფორმები, ეგეთი ნაჭერია. ძალიან მომეწონა ესეც. კაია ძალიან. საყვარელია. Cute. Love it. და დიდი ხანი ველოდებოდი და მთელი იმით ამოცებით ველოდებოდი ამ კურტკას. იმიტომ რომ ესეთი მწვაი ზუსტად ესფერი კურტკა მინდო და ძალიან დიდი ხანია. ცოტა მონაცრისფრო არც მწვანე არ არის და ხაკის ფერიც არ არის თუ რაღაცნაირია. მკლავებზე აქვს აი ეს დეტალები, რომელიც ძალიან მომწონს. ჯიბეც აქვს? Let's see. ჯიბეც აქვს. და აქაც დეტალები აქვს, ასეთი რაღაცეები აქვს და აქაც ჯიბია. ძალიან ლამაზია და თან თბილია. ხართა ჩამოვიცვას. აი ისეთია როგორც მინდოდა, აქაც ჯიბი აქვს. ერთ მხარეზე აქვს ეს დეტალი. ძალიან ლამაზია. მიყვარს უკვე ძალიან. My coffee. ბოლო დღეებია სიმღერის გარეშე ვერძებ და 24 შვიდზე მუსიკა მაქვს ჩართული, რომ მარტო არ ვიგრძნო თავი და რაღაც მინდა რომ გამოდმებით ხომ ისეთ სულ მუსიკა მაქვს ჩართული, მაგრამ ეხლა სახშეს ბოლო ხმაზე მაქვს აწეული, რომ overthinking-ი მაინც შევაჩერო. ცოტა ტვინმა შეაჩეროს ეს ფიქრი ყველაფერზე და იმ მუსიკაზე გადავერთო იმას აუყვე და ცოტა გავმხიარულდა. მაგრამ ბევრად უფრო კარგად ვარ ვიდრე წინა დღეები ვიყავი. ბევრ რაღაცას ვლახავ, ბევრ რაღაცას ვიაზრებ. მოკლედ, ბევრად უფრო კარგად ვარ და anxiety აღარ მაქვს. იმდენად როგორც მქონდა, მაგრამ როდის დამარტყავს არ ვიცი. ღმერთო ჩემო ეს ფრჩხილები მაქვს გასაკეთებელი და ისე მეზარება. იცი რა, ცოტათი უნდა შევიმოკლო მგონი და ესეთი გრძელი ფრჩხილები აღარ ვატარო, იმიტომ რომ ძალიან მომწყინდა და თან მწყდება, ეგ არის საშინელება. მაგრამ საკიდები აღარ მაქვს და უნდა ვიყიდო რამე რომ ეს ტანსაცმელი დავკიდო მეორე ოთახში. მისაღებ ოთახში. ხოდა I'm gonna do something. აქვე გეტყვით რომ არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა. გამოიწერეთ და მეტის თორებისთვის გამომყევით Instagram-ზეც. This is my Instagram. არაფერი არ მისვეს ახაზე გარდა იმისა, რომ ტუშის ფანქარი გადავისვი და აი აქ ცოტათი გადავისვი და ისე მომწონს მაკიაჟს, რომ არ ვატარებ და არაფერს არ ვისვამ. It's beautiful. Okay, Khadia is happy. მართლა არ ვიცი, ბედნიერი ვარ ხოლმე ტანსაცმელებს როხს. მინდა და მეჩვენებინა როგორი აუთფიტი მსგავსი ავაწყე. Okay. I think შეგრან ჩავიცვი ეს და
ვფიქრობ, რომ ეს ორი ფერი ერთმანეთს ძალიან უხდება და სამუდამ გადავიჭი ეს და და შავშარო. ძალიან მომწონს. ამ კურტკას არ გავიხდი ალბათ მთელი ზამთარი და გაზაფხული. I'm sure. Hi. მე და ყავა რა თქმა უნდა. Guys, დღეს ვიყავი მეორადებში. სადაც აღმოვაჩინე ძალიან ბევრი საინტერესო რამ, რომლებიც მინდა რომ გაჩვენოთ. მაგრამ ბევრი რაღაც არ მეყიდია, 3 ნივთი ვიყიდე, ბევრი საინტერესო იყო, მაგრამ 3 წამოვიღე. My coffee. Oh, sorry. მე ჩემი აზრით უფრო ხშირად უნდა ვიარო მეორადებში, იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცებია. პირველი არის ეს ზედა ჯარის, რომელზეც გადავირიე. ძალიან მომეწონა, ზუსტად ესეთი მინდა და ჯარის რაღაც და ვიპოვე. სხვა შორის რამეს რა ვყიდულ ხოლმე მეორადებში და რაღაც ბრენდი არ ვიცი, შემდეგ მაშინ ვგუგლავ ხოლმე ამ ბრენდს და მაინტერესებს ყველაფერი. ხო და ეს ძალიან კაია. შემდეგი არის Adidas-ის ჟაკეტი. დიახ. Adidas-ის ესეთი ჟაკეტი. ბოლოში აქვს ეს Adidas-ის ეს რა ქვია, ზოლები კლავებში. აქეთ აქვს ლოგო, ცოტათი გაცვეთილია, მაგრამ არაუშავს. ეს როგორ მომერგება, არ ვიცი, ისეც ნაჭერია წვიმაში რომ უნდა ჩაიცვა და არ სველდები დაახლოებით. ან რას მოუხდნენ, არ ვიცი, მაგრამ Adidas-ი იყო, ამიტომ უნდა მეყიდა. მე მეგონა რომ ბოლოში რეზინები ექნებოდა და რეზინები არ აქვს და ვიფიქრე რომ რეზინებს გავუკეთებ, იმიტომ რომ რეზინები მოუხდება ბოლოში რომ ეს შეკეცილი იქნება. და მგონი ძალიან კაი ჟაკეტია. და მესამე არის ეს ძალიან რბილი ჟაკეტი. მუქი ლურჯი ფერია დაახლოებით ის ფერში რომ გადადის. ამ ნაჭერს არ ვიცი რას ეძახიან, მობარხატოა, მაგრამ თვად ბარხატიც არ არის და ესეთი სადა ჟაკეტია. შევკრათ. ყელი მომწონს, უკან აქვს ამ ბრენდის რაღაც დეტალი და კიდევ დეტალი აქვს ჯიბები რა აქვს. და კიდევ ბოლოში აქვს ესეთი პატარა დეტალი თავისი. ეს პატარა ჯიბი აქვს. ესეც კაია. მოკლედ ეგ იყო ჩემი მეორადების შენაძენი და ახლა ამ ყველაფერს 1-20 ჯერ გავრეცხავ, რომ სუნი გაუვიდეს, იმიტომ რომ ვერ ვიტან მაგ სუნს. რო გაშრებათან დავასტაილინგებ, არ ვიცი რა ებს მოუხდება. მოკლედ მინდოდა რამე ვინტაჟური შარბალი დაბალწელიანი ვეძებ რამდენი ხანია და ეხაც ვერ ვიპოვე მეორადებში და ისედაც ვერ ვიპოვე და ვნახე ბერშკაში 1-2 და Stradivarius-ში, არ ვიცი როგორ იქნება, იმიტომ რომ მაგათი ხარისხები არ მიყვარს ხოლმე დიდად ჯინსების. ხო და არ ვიცი გამოვიწერო თუ არა. არა და მინდა დაბალწელიანი შლაქსი ან სწორდოდიანი შარვალი, აი ვინტაჟურ ფერებში დაახლოებით 2000-იან წლებში ვიყო ხოლმე, ხო და ვერ ვიპოვე ვერსად. Okay, guys, მინდა რომ გაჩვენოთ ეს ჟაკეტი Adidas-ის, რომელიც ვიყიდე და არის უკარგესი. არ მეგონა ტანზე თუ ესე კარგად დადგებოდა. უბრალოდ ეს ძალიან გრძელია, ესე რომ ჩამოწიო. ესე რომ ჩამოწიო რაღაც ძალიან ისეთი გამოდის, დიდად არ მომწონს. მაგრამ ძალიან ცუდი არ არის, იცი? Like ძალიან მომწონს, აი მკლავები რომ აქ ეს Adidas-ის ლოგო რომ აქედან ეწყება, უკანაც ესეთი დეტალი აქვს. ძალიან ლამაზია. ხო და ეს ძალიან კარგი იდეა შეხა მომეწონა ძალიან
და ცოტათი რომ ეს შევიკეცო და წელი გამოვაჩინო აი ამ შარვალზე. ესეც ძალიან კაია. მოკლედ ძალიან ლამაზია ეს ჟაკეტი და ძალიან მომწონს და Adidas-ებზე ვგიჟდები მგონი ეგ გვაქვს გენეტიკურად, იმიტომ რომ მამაჩემსაც ეცვა ხოლმე Adidas-ის სპორტულები 90-იანებში და ჩემდასაც უყვარს Adidas-ები და მეც ძალიან მიყვარს Adidas-ის რაღაცები. ძალიან cool არის და ძალიან კაია და ამას კიდევ ზემოდან მოუხდება ჩვეულებრივი კურტკაც მე ვფიქრობ და ბეწვიც მოუხდება ძალიან. აი, ამას ამ კურტკას ვნახავ. ეს წინაზე ვიყიდე ეს. წინაზე რომ გაჩვენეთ ეს კურტკა. ცოტა შინდისფერია და ძალიან ხაშინაჯერია. Not bad. ძალიან ცუდიც არ არის, მაგრამ არ ძალიან კაია, მაგრამ უხდება რა, ესეც. მაგრამ ну ეს ისეთი რაღაც არის, რომ ცალკე უნდა გეცვას საერთოდ და არაფერი არ უნდა ჩაიცვა, იმიტომ კაია, ზუსტად ისეთი როგორც მინდოდა. მოკლედ, ეხლა მომეცა იმის мотиваცია, რომ ვინტაჟურ მაღაზიებში სარული არ დამეზაროს, გავიარო და რაღაცები ვიყიდე, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაც არის და ბევრი საინტერესო რაღაც აღმოაჩენ. ჩემი 20-26 წლის პლეილისტის rap ზუსტად ვიცი უკვე რა იქნება და ეს იქნება SD Kid, იმიტომ რომ 24/7-ზე ვუსმენ SD Kid-ის სიმღერებს. აი ვერ ვჩერდები ძალიან სიამოვნებს, ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს. SD Kid და Central C. ანუ ორივე ძალიან მიყვარს. ცოტა გაწიწილი მაქვს თავის story და ჩემი ოთახი არის აი საშინლადარეულია. ყველაფერი აქეთ იქით ყრია. არ ვიცი ეს vlog-ი მოსაწყენი იყო თუ არ იყო მოსაწყენი, იმიტომ რომ მხოლოდ ანსაცმელზე ვლაპარაკობ და unboxing-ებზე და იმედი მაქვს რომ მოსაწყენი არ იყო ყოველ შემთხვევაში და კარგ ხასიათზე ვიყავი ნამდვილად და ახლაც კარგ ხასიათზე ვარ და იმედია ეს ხასიათი გამგრძელდება. ცოტა დიდი ხანი, ზოგჯერ რაღაცები უნდა გაუშვათ ცხოვრებაში, რომ უკეთესად იგრძნო თავი რაღაცები და ვიღაცები, რომლებიც თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებენ და შენ თავს კარგავ, შენ აღარ ხარ, იმ რაღაცებს აღარ აკეთებ, რაც გსიამოვნებს და ძალიან დაკარგული ხარ. ნელ-ნელა ჩემს თავს უბრუნდები და პატარა რაღაცები მოვეთნიერებს და მიხარია რომ დილით კარგ ხასიათზე ვიღვიძებ დატვირთული ენერგიით და თან ვრთავ ხოლმე მუსიკას, რომელიც კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დამაყენებს და რაღაცნაირად უფრო მეტ ენერგიას მომცემს. რადგან აი მუსიკა არის ძალიან ძლიერი რაღაცა, შეუძლია კარგ ხასიათზე დაგაყენოს, შეუძლია ცუდ ხასიათზე დაგაყენოს, არ ვიცი, სხვა ენერგია მოაქცეს. ხოდა ენერგიულ მუსიკას ვრთავ ხოლმე და ეგრე ვიწყებ დღეს და კარგ ხასიათზე ვარ და მიხარია რომ დილა არ იწყება, აი გაღვიძებისთანავე ტირილით და ბევრად უკეთესად ვარ, აი არაფერი არ სჯობს დილით, რომ კარგად იღვიძებ, კარგ ხასიათზე. ასე რომ იმედი მაქვს მოგეწონათ vlog-ი. ბევრი ესთეტიური კადრები არ იყო ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ისიამოვნებთ. არ დაგავიწყდეს ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება და კოცნით ძალიან ბევრს.